დამოუკიდებლობა თუ ოცნების მოკავშირეობა ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარის არჩევის პროცედურა იწყება. ცოტა ხანში სამანდატო კომისიის შემადგენლობა გახდება ცნობილი. ხვალ კი ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ორგანიზაცია, რომელიც 11,000-ზე მეტ ადვოკატს აერთიანებს, ახალ თავმჯდომარეს ირჩევს იმ ფონზე, როდესაც რეჟიმმა სასამართლო პოლიტიკური მართლმსაჯულების ორგანოდ აქცია. მედიისათვის პროცესები თითქმის დახურა და ცდილობს საქმიანობაში ხელი იურისტებსაც შეუშალოს. ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამ პროცესის კრიტიკას თავს არიდებენ. ლიზი ვეკუა აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ახლა ამ წუთებში ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე მიმდინარეობს საერთო კრება, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ადვოკატების რეგისტრაცია და უნდა ვიხილოთ მალე მათი თვითნომინირების პროცედურა, რის შემდეგაც ადვოკატები მისცემენ ხმას და აირჩევენ უკვე საარჩევნო კომისიის 15 წევრს, იმ ადვოკატებს, რომლებმაც უნდა აიღონ სრული პასუხისმგებლობა ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ხვალ გახდება ცნობილი თუ ვინ იქნება ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე, როგორც ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების კანდიდატები და ასევე სხვა ადვოკატები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე მართლმსაჯულების სისტემისთვის და აუცილებელია, რომ ყველა ადვოკატი მოვიდეს და ღირსეულ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რადგან საჭიროა ადვოკატთა ასოციაციაში ცვლილებები მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრი ცვლილება შეიტანა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, შეზღუდვები შესაძლებელია ასევე მალე ადვოკატებსაც შეეხოთ, სწორედ ამიტომ ადვოკატები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზაცია გახდეს მეტად გამჭვირვალე და იდგეს ადვოკატების გვერდით. როგორც იცით, დღეს იმართება საერთო კრება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების. დღეს ჩვენ ავირჩევთ საარჩევნო კომისიის 15 წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არჩევნების მშვიდად, გამჭვირვალე და წყნარად ჩატარებაზე, რაც შეეხება ხვალ იქნება უშუალოდ ხმის მიცემა თავმჯდომარეობის კანდიდატის მიმართ, ასევე აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრის მიმართ, ეთიკის კომისიის 15 წევრის და სარევიზიო კომისიის 5 წევრის მიმართ. ჩვენ გჯერა, რომ საარჩევნო ასე ვთქვათ, პერიოდი იქნება განსაკუთრებით 14 დეკემბერი გამჭვირვალე და შესაბამისად ადვოკატთა ასოციაცია ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს. ეს იქნება სტანდარტი და წესი, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ადვოკატთა ასოციაციაში. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ, რომ გამჭვირვალედ შევუწყოთ ხელი მათ შორის ასოციაციის ჩატარებას და მე მჯერა, რომ 14 დეკემბერს პირველივე ტურში გარდაუვალად გაიმარჯვებს ჩვენი გუნდი. დღეს ძირითადი პროცედურები იქნება ხმის სამსახური კომისიის არჩევა. მეორე ნაწილში ალბათ უკვე კანდიდატების მიმართვა ადვოკატების მიმართ და ხვალ მთელ დღის განმავლობაში უკვე კენჭისყრა იქნება როგორც თავმჯდომარის, ასევე იმ ორგანოებში, რომელიც მიმდინარეობს არჩევა, გაგრძელდება მთელ დღის განმავლობაში. ნებისმიერ ადვოკატს, მათ შორის მას, ვინც დღეს არ მოსულა და არ გაუვლია რეგისტრაცია, ხვალ შეუძლია მოვიდეს და მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. კანდიდატები ყავს წარმოადგენელი ყველა კანდიდატს, მე პირადად წარმოადგენი ირაკლი ჩომახაშვილის გუნდს. ეს 15 წევრი აგებს პასუხს ხვალ უკვე მოსული ადვოკატები, რომლებიც მინისტრად დააფიქსირებენ თავიანთ არჩევას ამ ხმის დათვლას. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ადვოკატები სხვადასხვა გუნდის წევრებს გამოუცხადებენ ნდობას, რათა უფრო გამჭვირვალე და სანდო იყოს ხვალინდელი შედეგები. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პოსტისთვის 6 კანდიდატი იკრის კენჭს, აქედან 3 საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადვოკატები არიან. ეს არის ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი და მუხრან გურწკაია. ირაკლი ჩომახაშვილი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი ადვოკატია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ჩანს სინდისის პატიმრების საქმეებში, რეჟიმის ტყვეების საქმეებში. მუხრან გურწკაიასაც სისტემის მიმართ ხმა არაერთხელ აუმაგლებია, ხოლო რაც შეეხება ირაკლი ყანდაშვილს საზოგადოებას, ირაკლი ყანდაშვილი დაამახსოვრდა მას შემდეგ, რაც მან გადაცემაში ჟურნალისტის შეკითხვას ვერ უპასუხა, სადაც მას კითხვა დაუსვეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის განცხადებაზე 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას გულისხმობს, სადაც მან თქვა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები უნდა დასრულებულიყო და შემწყდარიყო და ამ ყველაფერზე ვერ გასცა პასუხი. ირაკლი ყანდაშვილმა დაირქვა თუ არა ამ დროს საქართველოს კონსტიტუცია. ამ ყველაფრის შემდეგ ირაკლი ყანდაშვილს ჩვენ სწორედ პოლიტიკურ საკითხებზე დაუსვით კითხვები, რადგან ის ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია უნდა იყოს აპოლიტიკური და რამდენჯერმე მან ისაუბრა ირაკლი ჩომახაშვილთან დაკავშირებითაც და ახლა შეგიძლიათ სწორედ ირაკლი ყანდაშვილის კომენტარი მოისმინოთ პირდაპირ ეთერში. თუ უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაცია დაცლილი პოლიტიკური мотивაციისგან, სინდისის პატიმრების საქმეები, ის საქმეები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიდის სასამართლოში, ეს ერთმანეთის თანხმდარში როგორ არის, ხო, როცა ის საქმეები პოლიტიკურად мотивირებული. საქართველოში ყველა დაცვის საჭიროების მქონე პირი უნდა იყვნენ განუხრელად დაცული.
აბსოლუტურად ყველაფერი. ადვოკატთა კორპუსი უნდა იყოს სადარაჯოზე განურჩევლად ყველა დაცვის საჭიროების მქონე პირისა. პოლიტიკური мотиваცია თქვენ რატომ არ გსურთ სასოციო? განგიმარტოთ კიდევ ერთხელ. აპოლიტიკური უნდა იყოს ინსტიტუცია. ადვოკატთა ასოციაცია აერთიანებს დაახლოებით 6000-მდე მოქმედ წევრს. მათ აქვთ განსხვავებული პოლიტიკური ხედვები და ადვოკატთა ასოციაცია, მისი თავმჯდომარე და ყველა მმართველი რგოლიდან განურჩევლად იქნება თითეული ადვოკატის განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, უფლებების სადარაჯოზე ასეთი საჭიროების დროს. მაშინ ირაკლი ჩამახაშვილთან გქონდათ თქვენ პრობლემა პოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებით. ამაზე გეკითხებით. ძალიან მარტივ კითხვას. ძალიან მარტივად გიპასუხეთ ყველა კითხვაზე და გადაეცით პირდაპირ ეთერში ის, რაც მე თქვენ მოგახსენებთ. ხვალ გახდება ცნობილი თუ ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე, როგორც გითხარით, თავმჯდომარეობისთვის 6 კანდიდატი იყრის სულ კენჭს. დღეს კი გრძელდება აქ თვითნომინირების პროცედურები და მალე დაიწყება უკვე ხმის მიცემის პროცედურაც, რა დროსაც ადვოკატები აირჩევენ საარჩევნო კომისიის 15 წევრს, იმ ადვოკატებს, რომლებიც ხვალ უნდა დააკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს.